პირველი იარაღი, რომელთაც ადამიანმა წერა დაიწყო, იყო სტილუსი, ხის პატარა ჭხირები, რომლითაც შუმერები, ასე ვთქვათ, კი არ კაწრავდნენ, არამედ ჯერ კიდევ სველ თიხაზე ნაჭდევებს აკეთებდნენ. ეს ფრთა არის უკვე შემდგომი განვითარება, მაგრამ ასე არ გამოიყურებოდა რა, უბრალოდ მოუხერხებელია კალიგრაფისტვის, რომ წეროს ამ ფორმის ხელსაწყოთი. ამას გათლიდნენ, შეიძლება გადაეჭრათ საერთოდ და მხოლოდ წინა ნაწილი დაეტოვათ, რომელიც საწერად მოსახერხებელია და იმისთვის, რომ რაღაც ხელში სიმძიმე გქონოდა, აქ ხის სტარსაც დაუმაგრებდნენ ხოლმე და დაახლოებით ასე ბატისფრთა საიდან მოვიდა? ბატისფრთა უკვე არის რომანტიზირება. მე-17-18 საუკუნამდე ძალიან იშვიათია, რომ ნახოთ კალიგრაფია, ანუ რაღაც გადამწერი, რომელსაც ხელში ბატისფრთა უკავია. არა და როგორ გჯერა ეხა მაგის დარწმუნებული ვარ, ბევრი მე-18 საუკუნის შემდეგ უკვე აი სამეფო კარზე უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ არა მხოლოდ შედეგს, რაც იწერება, არამედ ამის პროცესსაც და ეს პროცესი თავისთავად შემოქმედება ხდება. სხვათა შორის ჯავახიშვილს აქვს ძალიან კარგი დაკვირვება, რომ ქართული ტერმინები, რომლებიც წერას უკავშირდება, არის ძირითადად ბერძნულიდან, მაგრამ ზოგი არის ძირეული ქართული. მაგალითად, მელანი, რაც თქვენ ახსენეთ, შავს ნიშნავს ბერძნულად. ჩვენთან განზოგადდა, ხა მელანი წითელი შეიძლება იყოს ქართულში და სხვა ფერიც, მაგრამ წითელ მელანს კიდევ თავისი სახელი აქვს და ქვია სინგური. აი კალამი მაგალითად ასევე ბერძნულია. არაბულმა ენამ ისესხა ასევე ბერძნულისგან და არაბულში ჟღერს როგორც ყალამ. სპარსულში გახდა ყალამ, ქართულში შემოვიდა ყალამი და გვაქვს ორივე.